იეკა ფლოტი, ნევადა. 1953 წლის 19 მაისი, დილის 5 საათი. ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ბირთვული გამოცდების სერიის ფარგლებში კოდური სახელწოდებით Upshot Notes-ში განხორციელდა აფეთქება. აფეთქებიდან რამდენიმე წამში ცაზე შენიშნეს დისკოს ფორმის ობიექტი, რომელიც სწრაფად ეშვებოდა სამხრეთისკენ, ლას-ვეგასის მიმართულებით. შემდეგ კი მთებში გაუჩინარდა. ამ შემთხვევიდან სულ რაღაც 2 წლის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებმა საიდუმლოდ შეკრიბეს მეცნიერთა გუნდი უცნაური დავალებით. მათ უნდა გამოიკლიათ ამოუცნობი მფრინავი ობიექტის კატასტროფა არიზონას შტატის ქალაქ კინგსმენის გარეუბანში, რომელიც ბირთვული გამოცდის ადგილიდან სამხრეთით, დაახლოებით 292 კილომეტრით იყო დაშორებული. 40 ინჟინერი ავტობუსით ფენიქსიდან კინგსმენამდე 3 საათნახევრის განმავლობაში მგზავრობდა. დანიშნულების ადგილზე ისინი ღამით ჩავიდნენ. ხომალდის სირბილი ყველა კუთხეში სამხედრო პოლიცია იდგა. ეს იყო დაახლოებით 12 მეტრი დიამეტრის მქონე დისკოს ფორმის ხომალდი, რომელიც სრულიად დაუზიანებელი ჩანდა. მასზე ნაკაცრიც კი არ იყო. ამ ხომალდთან დაკავშირებული იყო 4 არსება. მოგვიანებით ხომალდი გადაიტანეს გრუმ ლეიქთან. ეს არის ნევადაში მდებარე ზონა 51-ის რეგიონი, როდესაც ეს ბაზა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. ხომალდი და უცხო არსებები ნევადის უდაბნოს შუაგულში გადაიტანეს, რადგან ეს ადგილი ძალიან მოწყვეტილი იყო ცივილიზაციას. სწორედ ამის გარშემო აშენდა ზონა 51, რომელიც მთების რკალში ნევადას უდაბნოს სიღრმეშია დამალული. ზონა 51 არის გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტი, რომლის შესახებაც დიდი ხანია არსებობს ხმები. თითქოს იქ ინახება უცხოპლანეტური ტექნოლოგიების მტკიცებულებები. არსებობს ისტორიებიც კი, რომ სპეციალურ კომპლექსში ერთდროს იმყოფებოდა 1953 წლის კინგსმენის კატასტროფისას დარჩენილი არსება. სუბიექტი, სახელად ჯეი როდი. ჯეი როდი არის არამიწიერი არსება, რომელიც გადმოცემის თანახმად წლების განმავლობაში მუშაობდა ზონა 51-ში. ჯეი როდის მისია, მოვალეობა იყო დახმარებოდა იმ ტექნოლოგიის საპირისპირო ინჟინერიაში, რომელიც, როგორც ჩანს, 1953 წლის კინგსმენის კატასტროფიდან მოიპოვეს. მათი თქმით, ჯეი როდი კატასტროფისას გადარჩენილი ერთ-ერთი არსება იყო და უშუალოდ თანამშრომლობდა ამერიკის მთავრობასთან. კაპიტანი ბილ იუჰაუსი, სამხედრო საზღვაო ფლოტის ყოფილი პილოტი, რომელიც მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალებში მუშაობდა თვითმფრინავების ექსპერტულ გამოცდებზე, 1960-იანი წლების შუა პერიოდში ზონა 51-ში დაენიშნა. იგი ამტკიცებს, რომ არა მხოლოდ შეისწავლა ეს ხომალდი, რომელიც არიზონაში ჩამოვარდა, არამედ უშუალო კონტაქტიც ჰქონდა ჯეი როდთან. ის იხსენებს, ჩვენ გქონდა ხანგრძლივი შესავალი პერიოდი იმ არსებასთან შესახვედრად, რომელსაც მე ჯეი როდს უწოდებდი. ეს სახელი მას ლინგვისტმა დაარქვა. ის ლაპარაკობდა, თუმცა მისი ხმა თუთიყოშის მსგავსად იმეორებდა ნათქვამს. იგი ცდილობდა პასუხი გაეცა კითხვებზე, ძირითადად საინჟინრო ან სამეცნიერო რჩევების სახით. ასევე არსებობს კიდევ ერთი ინფორმატორი სახელად დენ ბიში. ბიში ამბობს, რომ იგი დაიქირავეს როგორც მიკრობიოლოგი, რათა ეზრუნა ჯეი როდზე და მისი ჯანმრთელობა დაეცვა. დენ ბიშისა და ბილ იუჰაუსის თქმით, ჯეი როდი ზონა 51-ის სპეციალურ მიწისქვეშა საგანში იმყოფებოდა. არსებობს მრავალი სხვა ცნობაც იმის შესახებ, რომ არამიწიერი გონიერი არსებები თანამშრომლობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან. ბევრი ისტორია მოგვითხრობს, რომ ჩვენ მათთან ერთად მუშაობთ ზონა 51-იან ახლოს მდებარე უდაბნოს ბაზაზე, მიწისქვეშა ლაბორატორიებში, სადაც ისინი გვიზიარებდნენ ინფორმაციას ჩვენი ტექნოლოგიების გასაუმჯობესებლად. შესაძლებელია თუ არა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 1950-იანი წლებიდან ხვდებოდა და მუშაობდა ჯეი როდის მსგავს სუბიექტებთან და სხვა არამიწიერ სტუმრებთან. მკვლევართა აზრით არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს არსებები არა მხოლოდ საიდუმლო სამხედრო ბაზებზე იმყოფებოდნენ, არამედ პირისპირაც კი შეხვდნენ ქვეყნის მთავარ სარდალს, პენტაგონის კედლებში. პრეზიდენტთან ასეთი შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე დეტალური ისტორია უკავშირდება სხვა სამყაროს წარმომადგენელს, სახელად ვალიანტ თორს. ვალიანტ თორის ისტორია მომდინარეობს ჯელტმენისგან სახელად ფრენკ სტრეინჯესი, რომელიც იყო მოძღვარი, ჩაპლანი და როგორც ჩანს, ფლობდა საიდუმლო წვდომას. ამ ისტორიის მიხედვით 1957 წელს ვირჯინიაში, ვაშინგტონთან ძალიან ახლოს დაეშვა ამოუცნობი ობიექტი. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ხომალდიდან კი გადმოვიდა ადამიანის მსგავსი პიროვნება, რომელსაც მაშინდელ პრეზიდენტ ეიზენჰაუერთან შეხვედრა სურდა. იგი პირდაპირ პენტაგონში გადაიყვანეს და მოუწყვეს შეხვედრა პრეზიდენტ ეიზენჰაუერთან.
ამ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ძალიან შეშფოთებული იყო ჩვენ მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების გამო. ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყანა დანიშნავდა ელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასრულებდა თეორია, რომ ვალიანტ თორი იყო არამიწიერი ცივილიზაციების ელჩი და ის პერიოდულად აძლევდა რჩევებს პრეზიდენტ ეიზენჰაუერსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას პოლიტიკურ საკითხებზე. იდეა იმის შესახებ, რომ რეალურ ფიზიკურ არამიწიერ სტუმარს პოტენციურად შეეძლო გავლენა მოეხდინა მსოფლიო პროცესების განვითარებაზე, ზოგისთვის სრულიად დასაშვებია. შეიძლება არსებობენ დესპანები, რომლებიც იგივე საკეთებენ არა მხოლოდ ერთი პლანეტის, არამედ მთელი პლანეტარული სისტემის მასშტაბით. ბერბანკი, კალიფორნია, 1953 წლის ივნისი. მეორე მსოფლიო ომის შუაგულში მთავრობა აიძულებს ლოქჰიდის საავიაციო კორპორაციას შექმნას სამხედრო თვითმფრინავების ახალი თაობა, რეაქტიული გამანადგურებლები, რომლებიც აჯობებდნენ პროპელერებიან თვითმფრინავებს და შეცვლიდნენ ომის მსვლელობას. გუნდი ლოქჰიდის ინჟინერის კლარენს კელი ჯონსონის ხელმძღვანელობით პირველ მოდელს სულ რაღაც 153 დღეში უშვებს. მათმა P-80 შუთინგ სტარმა სათავე დაუდო რეაქტიულ ეპოქას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებისთვის. კელი ჯონსონის საიდუმლო კვლევებისა და განვითარების გუნდი საბოლოოდ ცნობილი გახდა როგორც Skunk Works-ი. კლარენს კელი ჯონსონი იყო ლოქჰიდის ამ განყოფილების პირველი ხელმძღვანელი 50-იან და 60-იან წლებში, 1975 წლამდე. იგი არის U-2-ის სადაზვერო თვითმფრინავის შემქმნელი, რომელსაც შეეძლო ეფრინა წარმოუდგენლად დაახლოებით 24384 მეტრის სიმაღლეზე და აღჭურვილი იყო ფოტოგრაფიული შესაძლებლობებით. იგი მართლაც დიდი ლეგენდა ავიაციის სფეროში. მიუხედავად მისი მაღალი რეპუტაციისა, ჯონსონი გახდა მთავარი მოწმე 1953 წლის 16 დეკემბერს აგურაში, კალიფორნიაში მომხდარი ამ უცნობი მფრინავი ობიექტის ხილვისა, რომელიც დღეს უკვე ცნობილი ფაქტია. მისი ანგარიში და შეხვედრის შესახებ ხომალდის პირადი ჩანახატები შემონახულია პროექტ ლურჯინგში. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის იმჟამინდელ ოფიციალურ დოკუმენტებში ამოუცნობი ფენომენების შესახებ. იმ დროს ის კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც დაინახა ძალიან უჩვეულო ობიექტი, რომელიც ახსნაც მისთვის ნაცნობი არც ერთი ტექნოლოგიით არ შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამოუცნობი ობიექტების მიმართ ოფიციალური სკეპტიციზმის უფევდა, ჯონსონმა გარისკა თავისი კარიერით და მომხდარი ხელმძღვანელობას შეატყობინა. თუმცა დაჯის ნაცვლად 2 წლის შემდეგ იგი დააჯილდოვეს. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ამერიკის ყველაზე საიდუმლო სამხედრო ბაზის, ზონა 51-ის დაარსებაში. სწორედ კელი ჯონსონმა შეერჩია ადგილი ზონა 51-ისთვის, როგორც კარგი სტრატეგიული ლოკაცია. ის მდებარეობს მსოფლიოს ისეთ ნაწილში, სადაც ზედმეტი თვალისგან დაცულია. მაგრამ ნოთო ზონა 51 მხოლოდ ექსპერიმენტული თვითმფრინავების გამოსაცდელად დაარსდა, როგორც ამას სამხედროები ამტკიცებენ. თუ კელი ჯონსონმა ეს ადგილი იმიტომ შეერჩია, რომ იქ იმ არამიწიერი ხომალდის საპირისპირო ინჟინერია მოეხდინათ, რომელიც მან საკუთარი თვალით ნახა. რეიჩელი, ნევადა, 2018 წლის 17 მარტი. ზონა 51-ის პერიმეტრის გარეთ ჯორჯო სუკოლოსი ხვდებოდა მკვლევარ ვოლფ მაკანს და სამთო მოპოვების ექსპერტ კრისტან ჯინოს. ისინი არიან იმ ხმების გამოსაკვლევად, რომელთა თანახმადაც ზონა 51-ის ქვეშ გვირაბების მთელი ქსელი არსებობს. ვულფს და კრისტიანს ჯერათ, რომ ეს ადგილი ტენიუტის მაღარო ერთ-ერთი იმ ძველი მაღაროთაგანია ნევადაში, რომელიც გამოიყენეს ბაზის ოპერაციების მიწისქვეშ გაზაფართოებლად. ის ამბობს, მე მაღაროელი ვარ, ზონა 51-დან ჩრდილოეთით დაახლოებით 161 კილომეტრში მუშაობ 1982 წლიდან. ასევე ფლობ მაღაროს გოლდფილდში. უბრალოდ გადაცებული მაღაროელი ვარ და ვიკვლევ ამ ადგილებს. მისი თქმა შემიძლია ზონა 51-ზე ის რაც Google-ს როებზე ხედავთ, რომ 50-იანი, 60-იანი და 70-იანი წლების იგივე სურათია. მას შემდეგ მათ ყველაფერი მიწისქვეშ გადაიტანეს. რა მტკიცებულება მაქვს როგორც მაღაროელს? ხალხი კითხულობს, თუ ისინი მიწისქვეშ ჩადიან, სად მიდის მთელი ამოღებული მიწა. ის სწორედ ამ ახლომდებარე მაღაროებში გადააქვთ. ისინი ამ მიწას გიგანტურ მთებად ახოვებენ და ახდენენ მის გამორეცხვას. სანამ ამ უზარმაზარი მთის გამორეცხვას დაასრულებენ, მისგან პრაქტიკულად აღარაფერი რჩება. მათთვის, ვინც ამ საქმეში ჩახედული არ არის, განმარტავ გამორეცხვა ნიშნავს მადნის დახოვებას, ასეულობით მეტრის სიმაღლეზე მთებად. მასში ყოველ 60 სანტიმეტრში ატარებენ მილებს, რომლებშიც უშვებენ ვერცხლის წყალსა და ციანიდს. ეს პროცესი უზარმაზარ ლოდებსაც კი შლის და მათგან არაფერს ტოვებს. თუ მთავრობა იყენებს ამ მეთოდს ტენიუტის მაღაროში იმისთვის, რომ დამალოს მიწის ის მასიური რაოდენობა, რომელიც გათხრების შედეგად გამოდის.
თუ ეს ასია, როგორ ახერხებს მთავრობა ასეთი გრანდიოზული ოპერაციის ჩატარებას ადგილობრივი მაღაროების ეჭვის გაღვიძების გარეშე? ამ მიდამოებში მდებარე მაღაროში მოიპოვება ოქროვერცხლი და ტყვია. ნებისმიერი მაღარო მოხარული იქნება მადნის მიღებით. ეს ერთგვარი დუმილი საფასურია. ის ამბობს, მე პირადად შევსწრები ვარ ამას და ბევრჯერ მქონია შეხება ასეთ გარიგებებთან. ზონა 51-ის გვირაბების დასამალად. ანუ გამოდის, რომ მიწისქვეშ შემიდან ჩადიან, რომ იქ მიმდინარე ექსპერიმენტებს არ ქონდეს არანაირი გარეთ ჩარევა ან დაბრძოლება. როცა ამერიკის შეერთებული შტატების არმია აფართოვებს თავის ოპერაციებს ზონა 51-ში არა გარეთ, არამედ სიღრმეში, რათა თავისი საიდუმლო საქმიანობა კიდევ უფრო მეტად დაიცვას. გვირაბიდან გამომდინარე, კრისტიანს სჯერა, რომ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული მიწისქვეშა ბაზებისა და გვირაბების უზარმაზარი ქსელი. თავდაპირველად ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის მხრიდან შესაძლო ატომური დარტყმისგან თავდასაცავად დაიწყო. მას სჭირდებოდა დაცული მიწისქვეშა ობიექტი. მათ აიღეს ეს იდეა და მასშტაბები წარმოუდგენლად გაზარდეს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ზონა 51-ში მიმდინარე მიწისქვეშა ოპერაციები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. არის თუ არა ეს მხოლოდ ერთ-ერთი მრავალსაიდუმლო ობიექტთაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია მიწისქვეშა მაღალსიჩქარიანი მატარებლების ქსელით. ამბობენ, რომ ეს სისტემა ცენტრირებულია კოლორადოს სპრინგსში, მდებარე შიანის მთის გარშემო. ეს არის მთა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა შიგნიდან სრულად გამოღრუտնეს. იქ მდებარეობს ნორადის ცენტრალური სარდლობა. ხაზი გადის კოლორადოს შიანის მთიდან ნიუ-მექსიკოში მდებარე დულსემდე, სადაც როგორც ამბობენ, არამიწიერი არსებების მიწისქვეშა ბაზა. შემდეგ გზა გრძელდება ლოს-ალამოსში, ალბუკერკეში, როზველში და ბოლოს ნევადაში, ზონა 51-ში. ყველა ეს სამხედრო ბაზა არსებითად დაკავშირებულია საიდუმლო მიწისქვეშა მეტროს სისტემით. ბილი სამხედრო საჰაერო ბაზა 1967 წელი. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების კაპიტანი დეივიდ ფრიჰოფი უერთდება პილოტების ელიტურ ჯგუფს, რომლებიც მართავენ ამერიკის ყველაზე დახვეწილ საგაზრო თვითმფრინავს SR-71-ს. ის იხსენებს, SR-71-ის პილოტი 4 წელიწადნახევრის განმავლობაში ვიყავი. რაც შეეხება თვითმფრინავის მონაცემებს, მას ერთი სანაპიროდან მეორემდე მისასვლელად მხოლოდ 1 საათი სჭირდებოდა. ასეთი შესაძლებლობები გონებას გვიბნევდა. ვამაყობდი, რომ ამ თვითმფრინავის მართვისა და ამ ქვედანაყოფის ნაწილი ვიყავი. ეს ერთი ოჯახივით იყო. არავის გაჰკვირვებია, როდესაც სამხედროებმა ასეთი ელიტური პილოტი ამერიკის ყველაზე გასაიდუმლოებელ სამხედრო საჰაერო ბაზაზე დანიშნეს. ზონა 51-ში 6 წლის განმავლობაში მუშაობდი 1979 წლიდან 1985 წლამდე. ამისთვის საჭირო იყო სპეციალური დაშვება. განსაკუთრებული საიდუმლოების მქონე CBI. საბედნიეროდ ეს დაშვება ჯერ კიდევ ეს არის მართვისთვის მქონდა. ამიტომ SR-71-დან ზონა 51-ში გადასვლა ჩემთვის მარტივი აღმოჩნდა. თავის კოლეგებთან ერთად ფრიჰოფი ყოველდღე მგზავრობდა ლას-ვეგასის მაკარანის აეროპორტიდან ზონა 51-ში საიდუმლო სამთავრობო გადამყვანით, რომელსაც ჯანეტ ეირლაინს უწოდებდნენ. ზონა 51-ის შესახებ ერთ-ერთი საინტერესო ისტორია ინჟინერ დი ბორნს ეკუთვნის. აირას ამბობდა იგი, იქ რომ ამოუცნობი ხომალდების საპირისპირო ინჟინერი ახდებოდეს, მე ამას ვერ გავიგებდი, რადგან როდესაც ჯანეტის თვითმფრინავით მიფრინავდი, ფანჯრები დაბურული იყო და არ იცოდი სად მიდიოდი. ფრიჰოფმა შენიშნა, რომ ყოველდღიური მგზავრობისას მეცნიერთა და სამხედრო პერსონალის გარკვეული ჯგუფი ასევე ჯდებოდა ჯანეტის 727-ში, ლას-ვეგასში. როდესაც თვითმფრინავი ზონა 51-ში ჯდებოდა, ეს ჯგუფი ავტობუსში გადადიოდა და კიდევ უფრო საიდუმლო ობიექტისკენ მიემართებოდა, რომლის კოდური სახელი იყო ობიექტი 4, ანუ S4. როცა იქ ვიყავი, ვიცოდით S4-ის შესახებ, მაგრამ არ ვიცოდით რა საკეთებდნენ იქ. ხოლო ის ვიცოდით, რომ დილით გარკვეული ხალხი 727-ში ჯდებოდა. ზონა 51-ში წასვლისას კი ისინი ავტობუსით სხვა მმართველობით მიდიოდნენ. ჩვენ კი ჩრდილოეთით ანგარებისკენ მივემართებოდით. ფრიჰოფმა არასოდეს იცოდა ზუსტად რა ხდებოდა S4-ზე. იქ მუშაობისას, მაგრამ როდესაც წლების შემდეგ ბობ ლაზარის ისტორია მოისმინა, აღმოაჩინა, რომ ლაზარის აღწერა ჯანეტის თვითმფრინავით ფრენა, ტერმინალის გავლა და S4-ზე გადასვლა ყველა დეტალს შემთხვევდა რეალობას. როდესაც მოისმინა, როგორ აღწერდა ბობ ლაზარი ზონა 51-ში ფრენას და S4-ზე გადასვლას, ყველაფერი რაზეც ის საუბრობდა, მისთვის აბსოლუტურად დამაჯერებელი გახდა. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ არ არსებობს რეალური თვითმხილველი, რომელიც დაადასტურებდა ლაზარის მუშაობას ზონა 51-ში და მით უმეტეს S4-ზე. თუმცა ფრიჰოფი საპირისპიროზე საუბრობს.
ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ჩემს დაქვემდებარებაში მუშაობდნენ და იქ ჩემი წამოსვლის შემდეგ ბობ ლაზარი ნანახი ჰყავდათ. მათ ეს ცოტა ხნის წინ დამიდასტურეს. ვიცი რომ კრიტიკოსები მას თავს დაესხნენ, რადგან აშკარად არ სურდათ სიმართლის გამჟღავნება იმის შესახებ, რომ ჩვენ ნამდვილად ვფლობთ არამიწიერ ხომალდებს და რომ მან გაამჟღავნა ჩვენი შესაძლებლობა. ის რომ სინამდვილეში ვფლობთ და ვიყენებთ გონიერი დიზაინით შექმნილ არამიწიერ ტექნოლოგიებს. ჩვენ განვიხილეთ ისტორიები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საიდუმლო არქივებში ინახებოდა. რეალურია თუ არა ბობ ლაზარის მოგონებები, კერი ჯონსონის ჩანახატები ან იდუმალი ჯეი როდის არსებობა, არ ვიცით, ფაქტი ერთია. ზონა 51 არ არის მხოლოდ უდაბნოს ნაწილი. ის არის ადგილი, სადაც ადამიანური მეცნიერება და ამოუხსნელი გონიერი დიზაინის მქონე ტექნოლოგიები ერთმანეთს ხვდება. თქვენ რას ფიქრობთ?